როგორ გადავიდეთ ამაზე? ბოლო სიტყვები რაც თქვა, იყო კითხვა. საბაზო ბანაკში არავის ჰქონდა პასუხი. არც არავის ექნება ოდესმე. 2011 წლის 17 ოქტომბერი იყო და სამი კაცი სერიოზულ საფრთხეში იმყოფებოდა ანაპურნას სამხრეთ კედელზე ნეპალში 21,000 ფუტის სიმაღლეზე. ერთ-ერთი მათგანი ელოდა რომ მთებში დაიღუპებოდა. მეორეს თითქმის ამავე ადგილას სიცოცხლე დაეკარგა. მაგრამ ისინი აქ დაბრუნდნენ გულისამაჩუხებელი მიზეზით. როდესაც ისინი ჩამოდიოდნენ, ტემპერატურა 0-ს ქვემოთ დაეცა. ქარები ღრიალებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა რადიოთის შემაძრწუნებელი კითხვა დასვა. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. 10 დღის შემდეგ სამაშველო ვერტმფრენი სწორედ ამ ადგილს ჩაულიდა, მაგრამ ვერაფერს იპოვიდა. ისინი ამას არ ცელოდნენ, რადგან ანაპურნას ეს მთამსვლელები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ეს ყველა მიცოდა. მოგესალმებით ექსტრემში. 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში სამი კორეელი მთამსვლელის პატარა ჯგუფი ანაპურნა 1-ის საბაზო ბანაკში მივიდა. ზღვის დონიდან დაახლოებით 13,500 ფუტის სიმაღლეზე მდებარე ეს კლდოვანი, უდაბური ბანაკი მთის სამხრეთ კალთის ძირას იყო განთავსებული. აქედან მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთამსვლელები აკლიმატიზაციას გადიოდნენ და ცხადცას ელოდებოდნენ, რადგან ისინი გეგმავდნენ ისტორიაში შესვლას ჰიმალაის ყველაზე მომაკვდინებელ მთაზე პირდაპირ ასვლით. მთამსვლელებს შორის, რომლებიც საბაზო ბანაკის კარვებში იყვნენ შეკრებილნი, იყო პარკ იონგ-სუკიც. პარკი 47 წლის იყო და თავისი ცხოვრების თითქმის 300 წელი მთებში ისეთ საქმეებს უთმობდა, რასაც უმეტესობა შეუძლებლად მიიჩნევდა. მან ევერესტის მწვერვალს პირველად 1993 წელს მიაღწია. 2001 წლისთვის მას უკვე დაპყრობილი ჰქონდა მსოფლიოს ყველა 26,000 ფუტზე მაღალი 14 მწვერვალი, რითაც გახდა მერვე ადამიანი ისტორიაში და პირველი კორეელი, ვინც ეს შეძლო. შემდეგ წელს მან ყველა კონტინენტზე უმაღლეს მწვერვალზე დადგა ფეხი. შემდეგ 2004 წელს მან დამოუკიდებლად მიაღწია სამხრეთ პოლუსს, თხილამურებით 44 დღის განმავლობაში საკუთარ მარხილს მიათრევდა ყოველგვარი მომარაგებისა და დახმარების გარეშე. და 2005 წლის 1 მაისს 15 თვის შემდეგ მან კანადის მხრიდან დამოუკიდებლად მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს თხილამურებით. იმ დღეს ის გახდა პირველი და ერთადერთი ადამიანი ისტორიაში, ვინც ეს ყველაფერი შეძლო. მან ამას ნამდვილი მკვლევარის Grand Slam-ი უწოდა. მას შემდეგ ეს არავის გაუმეორებია. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა იყო რაღაც კონკრეტული, რაც მას 2007 წლიდან მოყოლებული ამოძრავებდა. იმ წელს პარკი ევერესტის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე იმყოფებოდა ახალგაზრდა კორეელი მთამსვლელების გუნდთან ერთად, რომლებიც ახალ-მახალ მარშრუტზე თოკებს აყენებდნენ. ლი ჰიონ ჯო და ჰი ჯუნი, ორი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ალპინისტი კორეაში, ორივე პარკის მიერ გაწუხთნილი, ბანაკოთხში იმყოფებოდნენ 25,300 ფუტის სიმაღლეზე, როდესაც ექსპედიციის პირველი სერიოზული ზვავი ფერდობზე ჩამოიშალა. ქარავი ერთი წამით იქ იყო, შემდეგ კი გაქრა. ორივე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. პარკი რამდენიმე თვე იზოლაციაში იყო. ვინც მას იცნობდა, ამბობდა რომ ის აღარ ფუნქციონირებდა. ეს ძალიან გასაგები იყო. ნებისმიერი მწვრთნელი, ტრენერი ან სკოლის მასწავლებელი ამას გაიგებდა. თვეების გლოვის შემდეგ პარკი დაბრუნდა საჯარო განცხადებით. ის აპირებდა დაესრულებინა მარშრუტი გარდაცვლილი მთამსვლელებისთვის. მან ეს გააკეთა 2009 წლის გაზაფხულზე იმ მარშრუტზე, რომელსაც კორეული მთამსვლელობის ჟურნალები ახლა პარკის კორეულ მარშრუტს უწოდებენ. ეს იყო ბოლო მნიშვნელოვანი ახალი მარშრუტი, რომელიც იმ ეპოქაში ევერესტზე შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევა იყო, მან ძირითადად სიბნელიდან გამოიყვანა და უბიძგა, რომ მომავალზე ეფიქრა. იმიტომ რომ ალპინისტისთვის პარკის კორეული მარშრუტი უკვე ძველი ამბავი იყო ამ ალპინიზმის სუპერვარსკვლავისთვის 2011 წლისთვის. მას არ სურდა წარსულის დიდებაში ებანავა, არა, ის ყოველთვის მომავალზე ფიქრობდა. მან დაიწყო კითხვა, რის დაპყრობას შეძლებდა შემდეგ, რომელი გამოწვევა იყო ყველაზე რთული. ამიტომ მან გადაწყვიტა მაშინდელი ყველაზე მომაკვდინებელი სამთო გამოცდის, ანაპურნას სამხრეთ კედლის დაძლევა. ეხლა ანაპურნა 1, ნებისმიერი საზომით, ერთ-ერთი ყველაზე საშიში 26,000 ფუტიანი მთაა დედამიწაზე. მისი სიმაღლეა 26,545 ფუტი და როდესაც პარკი 2011 წლის ოქტომბერში მივიდა, მწვერვალზე ასვლის სტატისტიკა იყო დაახლოებით 191 წარმატებული ასვლა და 61 გარდაცვალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველ სამ ალპინისტზე, ვინც მწვერვალზე ავიდა, ერთი მცდელობისას დაიღუპა.
წარმოიდგინეთ, რომ ყოველი 3 ადამიანიდან, ვინც დღეს დილით გზაზე გავიდა, ერთი სახლში ვერ დაბრუნდა. თუ ამას კონტექსტში განვიხილავთ, ევერესტის მთლიანი ისტორიის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1 დაღუპულია ყოველ 30 წარმატებულ ასვაზე. ანაპურნა პირდაპირ 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყო. ამ თასს მსუბუქად არ უნდა მიუდგე. პარკი კარგად აცნობიერებდა ამ საფრთხებს. სინამდვილეში მან ანაპურნა უკვე 15 წლის წინ, 1986 წელს დალაშქრა. მაგრამ ისაკ მხოლოდ მწვერვალისთვის არ იყო, ისაკ ისტორიის შესაქმნელად იყო. პარკი გეგმავდა ანაპურნაზე ასვლას მისი სამხრეთი კედლის გავლით. და ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვთქვი, ეს მთა სერიოზულად უნდა მივიღოთ მეთქი, სამხრეთი კედელი ცალკე გაფრთხილებას იმსახურებს. ანაპურნა 1-ის სამხრეთი კედელი დაახლოებით 10,000 ფუტის სიმაღლის თითქმის ვერტიკალური კლდე, ყინული, ჩამოკიდებული სერაკები და ხევებია. ის ანაპურნას სანქტუარზე კედელივით აღმართულია და მისი სტრუქტურა ერთრამეს განსაკუთრებულად კარგად აკეთებს. ის ყველაფერს, რაც ზედა ნაწილიდან წყდება, იქნება ეს კლდე, ყინული თუ თოვლი, პირდაპირ ასვლის მარშრუტებზე და იქ მოძრავ ადამიანიანებზე აგდებს. არც დამალვის ადგილი არსებობს და არც ქედი, საითაც გვერდულად გახვიდე. როგორც კი ამ მარშრუტზე გადახვალ, ერთადერთი გზა ან ზევით გადასვლაა, ან უკან დაბრუნება იმავე გზით, საიდანაც მოხვედი. სპეციფიკური მარშრუტი, რომელიც პარკს აინტერესებდა, სწორედ ამ სასიკვდილო დერეფნის შუაგულში გადიოდა და მისი ისტორია შემაძრწუნებელი იყო. 1970 წელს ბრიტანეთის ექსპედიციამ სამხრეთ კედელზე ალპინისტები დაკარგა. 1992 წელს ფრანგმა ალპინისტმა პიერ ბეგუენმა, რომელიც თავის თაობაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, სწორედ ეს მარშრუტი სცადა. მას უკან დახევა მოუწია, მისი ანკერი ვერ გაუძლო და ის სასიკვდილოდ ჩამოვარდა. 2007 წელს შვეიცარიელმა სიჩქარის ალპინისტმა უელი შტეკმა სცადა ეს მარშრუტი. მას თავში ჩამოვარდმილი ქვა დაეცა, გონება დაკარგა და კედელზე 1000 ფუტით ჩამოვარდა. ის ძლივს გადარჩა. პარკმა თავად საკუთარი თვალით ნახა, რამდენად საშიში იყო ეს მთა. 1 წლის წინ, 2010-ში პარკმა და კიდევ 2 თანამსვლელმა სცადეს ეს მარშრუტი. ისინი ასვლაზე იყვნენ, როცა ადამიანის ზომის ლოდი ჩამოვარდა მთის ფერდობზე და პარკის თანაგუნდელს დაეცა, რის გამოც იძულებული ბიგლები გახდნენ სასტრაფო ევაკუაცია ჩაეტარებინათ. ეს იყო იმ მარშრუტის ისტორია, რომელსაც პარკი 2011 წლის ოქტომბერში აპირებდა ასვას. მარცხი გაცილებით უფრო მოსაოდნელი იყო, ვიდრე წარმატება. მსოფლიოს ყველა სერიოზული მთამსვლელი ეს იცოდა. კორეის ალპინისტთა ფედერაციამ ეს იცოდა. პარკმა, რომელმაც სამხრეთ ფერდობზე ყველა მნიშვნელოვანი მცდელობა შეისწავლა, ეს ყველა ველაზე უკეთ იცოდა. სინამდვილეში სანამ წავიდოდა, მან ეს თქვა: სიკვდილის ალბათობა ჩემთვის სულ უფრო და უფრო იზრდება. ყოველ დღეს მადლიერი გულით ვცხოვრობ. მაგრამ ალპინისტი, რომელიც მშვიდ, დამკვიდრებულ ცხოვრებას აირჩევს, აღარ არის ალპინისტი. თუ ვებხვი თავის ველურ ბუნებას დაკარგავს, ისევ ვებხვია? მე მკვლევარის ბედით დავიბადე, ამიტომ გონია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვიმოგზაურებ და მთებზე ავალ. ეხლა პარკი თვითმკვლელი არ იყო. მას არ ქონდა განზრახული მთაზე თავი მოეკლა. ის 47 წლის კაცი იყო, რომელსაც სახლში, სეულში, ცოლი და თინეიჯერი ვაჟი ჰყავდა. სინამდვილეში მან ინტერვიუებშიც ისაუბრა უკან დახევაზე, ახალგაზრდა მთამსვლელებზე ზრუნვაზე და მის პასუხისგებლობებზე, როგორც საზოგადო მოღვაწესა და ფონდის ხელმძღვანელს. უბრალოდ კიდევ ერთი დიდი თავგადასავალი გაიფიქრა მან. შემდეგ კი ბოლოს და ბოლოს შეძლებდა პენსიაზე გასვლას და იმ ცხოვრებით ტკბობას, რომელიც თავად შექმნა. მაგრამ მაშინ, როცა საზოგადოება პენსიაზე გასვლის შესახებ საუბარს ისმენდა, ისინი, ვინც პარკი სინამდვილეში იცნობდა, ამას წამითაც არ იჯერებდნენ. პარკს ნამდვილად სურდა ოჯახისთვის გვერდში დგომა, მაგრამ ჰიმალაიებში ყველაზე საშიშ, ჯერ კიდევ აუღებელ მარშრუტზე ბილეთს არ ჯავშნი და მით უმეტეს არ იყენებ იმ სამთო სტრატეგიას, რომელსაც პარკი გეგმავდა. მაგრამ ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. პარკი ამ ისტორიულ მარშრუტს მარტო არ ცდილობდა. მის გვერდით კარვებში აფარებდნენ თავს 2 კაცი, რომელთა არჩევანმა და ერთგულებამ მამათი ბედები ისე დააკავშირა, როგორც ვერავინ წარმოიდგენდა. ეს 2 კაცი, რომლებიც პარკთან ერთად იყვნენ, შემთხვევით არ აურჩევიათ. ეს იგივე 2 კაცი იყო, რომლებიც 2009 წელს ევერესტზე პარკთან ერთად ერთ თოქზე იყვნენ და 2010 წელს ამ მარშრუტის გავლაც მასთან ერთად სცადეს. კანგი სუკი 33 წლის იყო, ანდონგიდან, ჩრდილოეთ გიონგსანგის პროვინციიდან, 2 ვაჟისა და 1 ქალიშვილის უფროსი.
მან 1997 წელს ანდონგის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩააბარა, შეუერთდა მთამსვლელთა კლუბს და რეგულარულად დაიწყო ვარჯიში ბუხანსანზე, გრანიტის მთაზე, რომელიც სეულს გადმოხურებს, სანამ ჰიმალაებში ასვლას დაიწყებდა. 2004 წლისთვის ის სტუდენტურ ექსპედიციებს ხელმძღვანელობდა, დენალიზე და დასავლეთ ჩინეთის მთიან რეგიონებს იკვლევდა. 2006 წელს მექანიკური ინჟინერიის დიპლომით დამთავრების შემდეგ ის შეუერთდა Godwin Korea Alpine Challenge-ის გუნდს და მთამსვლელობას სრულად მიუძღვნა თავი. იმავე წელს, ლოჰოცეს სამხრეთ კედელზე პირველი ცდისას, კლდის ნამსხვრევმა დაარტყა და იძულებული გახდა საბაზო ბანაკში დაბრუნებულიყო. 2 კვირა დაისვენა, კიდევ სცადა და მწვერვალამდე ბოლო ბანაკამდე მიაღწია, სანამ პირობებმა უკან არ დააბრუნა. 2008 წელს ევერესტზე პირველი ცდა, მეოთხე ბანაკის ზემოთ ყინულოვანმა დაზიანებამ დაასრულა. მან ის მწვერვალზე ასვლის მცდელობაც მიატოვა, შემდეგ წელს დაბრუნდა და პარკის კორეული მარშრუტით მწვერვალზე დადგა. ის კორეელ მთამსვლელებში ცნობილი იყო, როგორც ადამიანი, რომელიც ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ძალიან ძლიერად ადიოდა. კანგი იქ იყო, როცა ადამიანის ზომის ლოდმა მას მუხლზე იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ მხესი გაუწყვიტა. ის ვერტმფრენით კათმანდუში გადაიყვანეს და შემდეგ ოპერაციისთვის კორეაში დააბრუნეს. და ახლა 12 თვეზე ნაკლებ დროში ის ისევ იმავე კედლის ძირში დაბრუნდა. არ ვიცი თქვენ როგორ იქნებოდით, მაგრამ თუ ლოდი მუხლის მხეს გამიწყვეტდა და მთიდან ვერტმფრენით გადამიყვანდნენ, ალბათ სრულიად სხვა ჰობი მექნებოდა არჩეული. მაგრამ კანგი 12 თვეზე ნაკლებ დროში ისევ დაბრუნდა. კანგის გვერდით იყო შინ დონ მინი, მისი მუდმივი მთამსვლელი პარტნი 2008 წლიდან. ალპინისტურ სამყაროში შინ დონ მინი რაღაცაც მხრივ მოჩვენებაა. ის ცნობილი არ იყო, ხმაურიან ინტერვიუებს არ აძლევდა და ალპინისტურ პრესაში თითქმის არანაირი კვალი არ დაუტოვებია. მაგრამ ალპინიზმში შენს შესახებ იმით მსჯელობენ, ვისთან ერთადაც ერთ თოგზე ხარ. შირი პარკის ყველაზე სანდო პარტნიორი იყო. ის პარკის კორეური მარშრუტის პირველი მწვერვალის მცდელობისას, ევერესტზე 2009 წლის მაისში და 2010 წლის ანაპურნას მცდელობისას მონაწილეობდა. ის იყო ჩუმი, უკიდურესად კომპეტენტური პროფესიონალი, რომელიც უბრალოდ ასრულებდა სასტიკ და შემზარავ სამუშაოს სიკვდილის ზონაში, რადგან პარკმა სთხოვა. ეს იყო მაღალ დონეზე მომზადებული, ბრძოლაში გამოცდილი ჯგუფი. სამივე მამაკაცმა ერთად დალაშქრა ევერესტი 2009 წელს, უკიდურესად რთულ ახალ მარშრუტზე. მათ იცოდნენ, როგორ მოქმედებდა თითოეული მათგანი უკიდურეს წნეხში და როდესაც ბაზის ბანაკში ისხდნენ, მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ნებისმიერ ფასად მიეღწიათ მწვერვალისთვის. იმის გასაგებად, თუ რატომ იყვნენ ისინი ასე მონდომებულნი, ასეთ წარმოუდგენელ რისკზე წასულიყვნენ, უნდა გაიგოთ სამხრეთ კორეული ალპინიზმის ინტენსიური წნეხიანი კულტურა. სამხრეთ კორეა ჰიმალიურ ალპინიზმში გვიან ჩაერთო, ერთი თაობით ევროპელებზე უკან. მაგრამ მეგაბლენდების კორპორატიული სპონსორობითა და უზარმაზარი ეროვნული სიამაყით მოტივირებულებმა, ისინი 26,000 ფუტიანი მწვერვალების ყველაზე სწრაფი შემგროვებლები გახდნენ. მთამსვლელებს ეროვნულ გმირებად აღიქვამდნენ, მათი მწვერვალზე ასვლა მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გადაიცემოდა, რაც კარგია ალბათ. ვის არ უყვარს ცოტა ეროვნული სიამაყე? მაგრამ სპონსორების მხრიდან ზეწოლა უზარმაზარი იყო. თუ ყველაზე რთულ და საშიშ მთებზე არ ადიოდი, დაფინანსებას ვერ მიიღებდი. და დაფინანსების გარეშე ფაქტობრივად ალპინიზმს უნდა დაემშვიდობო. ამან ალპინისტებში ან მწვერვალი, ან სიკვდილი ეთოდი შექმნა. სისტემა უკიდურეს რისკს დიდებით აჯილდოებდა, ხოლო ფრთხილ და კონსერვატიულ ალპინისტებს უცნობობაში ტოვებდა. და ამას მძიმე შედეგები მოჰყვა. 1990-დან 2011 წლამდე 60-ზე მეტი სამხრეთ კორეელი ალპინისტი ჰიმალაიებში დაიღუპა. ახლა მე არ ვამბობ, რომ პარკი ამ სისტემის მსხვერპლი იყო. ის ამისთვის ძალიან ჭკვიანი, ძალიან გამოცდილი და ძალიან თვითცნობიერი იყო. მაგრამ ის ასევე ამ სისტემის ნაყოფიც იყო. ის ადიოდა თავისი მეგობრების აჩვდილებთან ერთად და ანაპურნა იყო შემდეგი საზღვარი, რომელიც უნდა დაეპყრო. 2011 წელს ანაპურნაზე გამგზავრებამდე მან კორეულ პრესას უთხრა: ამჯერად სახლში ისე არ დაბრუნდები როგორც წინა ჯერზე. მწვერვალზე აუცილებლად ავალ, რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს. ეს იყო იმ ადამიანის განწყობა, რომელიც 2011 წელს საბაზო ბანაკში მივიდა. ის გარკვეულ დონეზე ხდებოდა იმას, რასაც ნებისმიერი იგლზის გულშემატკივარი ხდება. ზოგიერთი ადგილი არსებობს, რომელსაც ვერასდროს ტოვებ ბოლომდე. ამ მცდელობისთვის პარკის გუნდი არ იყენებდა ტრადიციულ სამთო ტაქტიკას, რომელიც იმ ეპოქის კორეულ ექსპედიციებში იყო გავრცელებული. ისინი ალპურ სტილში მიდიოდნენ. თუ მთამსვლელი არ ხარ, ეს განსხვავება ალბათ ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს მთლიანად ცვლის რისკის შეფასებას.
მაშ ნება მომეცით სწრაფად აგიხსნათ. ტრადიციულ ექსპედიციურ სტილში დიდი გუნდი კვირებს ატარებს მთაზე თოკების გაჭიმვაში, ბანაკების საკვებითა და ჟანგბადით მომარაგებაში, ერთგვარი კარკასის აშენებაში მწვერვალამდე. იმ დროისთვის, როცა მწვერვალის გუნდი ასვლას იწყებს, უკვე არსებობს უსაფრთხოების ბადეები, გაჭიმული თოკების სახით, ბანაკები უკან დასაბრუნებლად და დამხმარე მთამსვლელები ქვემოთ განლაგებულნი. ალპური სტილი ამ ყველაფერს მთლიანად გამორიცხავს. 2-3 ადამიანი ყველაფერს ზურგზე ატარებს და ერთიანად ბაზის ბანაკიდან მწვერვალამდე მიდის ყოველგვარი ინფრასტრუქტურისა და უკან დასახევი გზის გარეშე. თუ ამინდი 21,000 ფუტზე შეიცვლება, იქ არ არის ბანაკი, სადაც თავი შეაფარო. თუ ვინმე დაშავდება ქვედაყინულის ველის ზემოთ, მათ უკან 1 საათის სავალზე არ არის დამხმარე ჯგუფი. შეცდომის ზღვარი თითქმის ნულოვანია. იდეა ისაა, რომ პატარა, სწრაფი ჯგუფი ნაკლებ დროს ატარებს ობიექტური საფრთხეების ზონებში, როგორიცაა აქტიური კლდის ჩამოგრევის ადგილები და ზვავის ჩამოსვლის გზები. სისწრაფე აქ უსაფრთხოების ზღვარია. ფაქტობრივად, შენ საკუთარ სიცოცხლეს დებ ფსონზე, იმაზე რომ შეძლებ 10,000 ფუტი ვერტიკალური კლდის ასვლას უფრო სწრაფად, ვიდრე მთა შეძლებს ლოდი დაგიგდოს თავზე. ეს გადაწყვეტილება მათ მომავალში ცუდად დაუბრუნდებათ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. პარკს ამ არჩევანისთვის კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა, გარდა სიჩქარისა. ის განცხადებას აკეთებდა. 2011 წლისთვის ის აქტიურად ცდილობდა კორეული ალპინიზმის რეპუტაციის შეცვლას, რომ აღარ ყოფილიყო მხოლოდ დროშების ჩარჯობისა და მწვერვალების შეგროვების მანქანა, არამედ გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ქმნიდა ახალ სამთო მარშრუტებს, პატარა გუნდებით და ყოველგვარი შემოκლებების გარეშე. რაღაც ისეთი, რასაც საერთაშორისო საზოგადოება იძულებული იქნებოდა სერიოზულად მიეღო. 2009 წლის ევერესტის კორეულმა მარშრუტმა ამ საუბარს საფუძველი ჩაუყარა. ანაპურნა უნდა დაესრულებინა ეს. 17 ოქტომბერს სამმა კაცმა დატოვა საბაზო ბანაკი და თავიდან ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით მიდიოდა. სამხრეთის ფერდობი ხელს უწყობდა, ისინი სწრაფად მოძრაობდნენ და მსუბუქად ადიოდნენ, უფრო და უფრო მაღლა მიიწევდნენ სამხრეთის ფერდობის ციცაბო გვირაბში. ერთი დღე ნახევარი ისინი ზევით მიიწევდნენ სიცარიელეში და წარმოუდგენლად სწრაფად მიიწევდნენ. 18 ოქტომბრის შუადღისთვის ისინი დაახლოებით 21,000 ფუტ სიმაღლეზე იყვნენ, მარშრუტის ტექნიკურ ნაწილში, ქვედა მონაკვეთებს გასცდნენ და იმ კულუარის სისტემაში შევიდნენ, რომელიც ფერდობის ორ დიდ სვეტს შორის გადიოდა. ეს ის მონაკვეთია, რომელმაც პიერე 1992 წელს შეაჩერა. სწორედ აქ დაახლოებით სტეკი გათიშეს და ჩამოაგდეს. და სწორედ იქ ყველაფერი არასწორად წავიდა. ხედავთ კიდევ ერთი რამ არის, რაც არ მიხსენებია ანაპურნას სამხრეთ ფერდობზე. ამინდი. ჰიმალაებს 2 სამთო სეზონი აქვს. გაზაფხული, სანამ ზაფხულის მუსონი მოვა და მთებს თოვლითა და მძვინვარე ქარიშხლებიდით დაფარავს და შემოდგომა მას შემდეგ რაც მუსონი უკან დაიხევს და ცადროებით დასტაბილურდება ზამთრის დადგომამდე. ოქტომბერი მუსონის შემდეგი სეზონის გვიან პერიოდს წარმოადგენს. ასე ხდება, ზაფხულის მუსონმა უკვე დიდი რაოდენობით თოვლი დააგროვა და ოქტომბრის ბოლოსთვის ქარმა ან მთის ფერდობი გაასუქთავა, ან თოვლი მჭიდროდ დააჭირა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მასიური ზვავის წარმოშობის შანსს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გვიანი შემოდგომის უკიდურესი სიცივე თავისუფალ ქვებს ადგილზე აკინავს. და მოქმედებს როგორც დროებითი წებო, რომელიც აჩერებს მუდმივ, სასიკვდილო კლდის ჩამოშლას, რითაც სამხრეთის ფერდობი ცნობილია. ეს არის მიზეზი, რის გამოც პარკმა ეს დრო აირჩია. სინამდვილეში, ყველა სერიოზული ალპური სტილის მცდელობა სამხრეთის ფერდობზე ოქტომბერში განხორციელებულა. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ეს დრო მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია და გარანტიას არ იძლევა. ანაპურნა ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ის მთელ ჰიმალაის ქედში ერთ-ერთ ყველაზე ამინდისად მგრძნობიარე მთად ითვლება. ოქტომბრის ბოლოს მოწმენდილ ცასა და კატასტროფულ ქარიშხალს შორის შუალედი უკიდურესად ვიწროა. ქარიშლები მთას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეიძლება დაატყდეს თავს. ამ გუნდმა სიცოცხლე გარისკა იმ იმედით, რომ ოქტომბრის ამინდი იმდენ ხანს გაძლებდა, რამდენიც კედელზე ასასვლელად და უკან დასაბრუნებლად სჭირდებოდათ. მაგრამ ამ მთას სხვა გეგმები ჰქონდა. როდესაც პარკი და სხვა მთამსვლელები 21,000 ფუტის სიმაღლეზე იყვნენ და ზედა კულუარის სისტემაში ღრმად შედიოდნენ, შტორმი მოულოდნელად გადაეფარა ანაპურნას ცას. ქარი გაძლიერდა ზედა ფერდობზე და შემდეგ ის, რის თავიდან აცილებასაც ისინი სეზონის ბოლოს ასვრით ცდილობდნენ, მაინც დაიწყო. მათ ზემოთ მდებარე ფერდობმა ქვის ცვენა დაიწყო. და რადგან ისინი იმ მასიური ტექნიკური მონაკვეთის სიღრმეში იყვნენ, სადაც დამალვა შეუძლებელი იყო,
ქარიშხლისგან მოწყვეტილი ყველაფერი პირდაპირ მათკენ წამოვიდა. და გახსოვდეთ მათ ალპური სტილის ცოცვა აირჩიეს. არ არსებობდა ბანაკი 2, სადაც დამალვა შეიძლებოდა. არ იყო უსაფრთხოების თოკები, რომ სწრაფად ჩამოსულიყვნენ. ისინი სიკვდილის ზონაში იყვნენ გაჭედილები, ქარბუქში, თითქმის ვერტიკალურ კედელზე, რომელიც ზემოდან ეშლებოდათ. პარკმა და სხვებმა სასოწარკვეთილი ბრძოლა დაიწყეს გადარჩენისთვის. შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო ის აბსოლუტური სტური შიში, რაც იმ მომენტში ამ სამმა კაცმა განიცადა, როცა ცდილობდნენ ჩასვლას უცხოელ ლანდშაფტზე, ციცაბო კლდეებსა და უსასრულო ნაპრალებში, ზემოდან კი მთის ძლიერი შეტევა მოდიოდათ. მაგრამ პარკს უფრო მძიმე სიტუაციებიც ჰქონდა გადატანილი. 1991 წელს, როდესაც ევერესტზე პირველად ცდილობდა ასვას, პარკი სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე 490 ფუტით გადავარდა. მან თას დაარტყა, გააგრძელა სრიალი და როგორღაც გაჩერდა. ის ფეხით წავიდა იქიდან. 2 წლის შემდეგ დაბრუნდა და მწვერვალზე ავიდა. 2007 წელს ევერესტზე თავისი 2 უახლოესი მეკლდეურე მეგობრის დაღუპვას შეუპას შეესწრო და მაინც არ დანებდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც მთებმა მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება გამოცადეს და ყოველთვის პოულობდა გზას. თუ ვინმეს ჰქონდა გამოცდილება, ინსტინქტები და ძლიერი ნება, რომ ასეთ პირობებში სასოწარკვეთილი დაშვება გაეკეთებინა, ეს პარკ იონგ სულს ჰქონდა. და გუნდიც ამას კარგად იცნობდა. პარკი იყო რეალური ცხოვრებაში ის ადამიანი, რომელიც უბრალოდ უარს ამბობდა დანებებაზე. ყოველ ჯერზე, როცა მთა ცდილობდა მისი დამთავრებას, ის ისევ დგებოდა ფეხზე. მას ეგონა, რომ ამჯერადაც ასე იქნებოდა. დაახლოებით 18 ოქტომბერს დღის 4 საათზე პარკმა რადიო ჩართო და საბაზო ბანაკს დაუკავშირდა. ყველა მონათხრობის მიხედვით, მისი ხმა 7 იყო. მან აცნობა, რომ ამინდი გაუარეს და მძიმე კლდის ნამსხვრევები მათკენ მოდიოდა და ისინი ჩამოდიოდნენ. შემდეგ შეჩერდა და ჰკითხა, როგორ გადავკვეთოთ ეს? საბაზო ბანაკში არავინ იცოდა, რას უყურებდა ან ვის ელაპარაკებოდა. იმ ადგილიდან, სადაც ისინი იყვნენ, ფერც ვერ ხედავდნენ. არ იცოდნენ, ეკითხებოდა თუ არა კლდის ჩამონგრევის კორიდორზე, ყინულის მონაკვეთზე, თუ ქვემოთ გახსნილ ბზარზე. ისინი ისმენდნენ პარკ იონგ სოქს, კაცს, რომელმაც 30 წელი გაატარა სწორედ ასეთი პრობლემების გადაჭრაში, რომელიც დაღმართზე რაღაცას უყურებდა და არ იცოდა რა ექნა. ეს იყო ბოლო რამ, რაც მან თქვა. შემდეგ სიჩუმე. საბაზო ბანაკმა მაშინვე დაურეკა უკან. პასუხი არ იყო. ისევ დარეკეს. არაფერი. ისინი მთელი საღამო, ღამე და შემდეგ დილასაც რეკავდნენ. მაინც არაფერი. როცა ალპინისტი ჰიმალაის რომელიმე მთაზე ჩუმდება, სტანდარტული რეაქცია იმედია. მაგრამ როცა ალპინისტი ანაპურნაზე ჩუმდება, ყველაზე ცუდ ელოდები. მომდევნო დილით საბაზო ბანაკის 2 წევრი უკვე ასულიყო იმ კედლის ძირამდე, საიდანაც პარკი, კანგი და შინმა დაიწყეს ასვლა. და რაც მათ ნახეს, მათ საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მათი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. იმ ადგილს, სადაც მათი წინასწარი ბანაკი ჰქონდათ გაშლილი, ზვავმა ყველაფერი გადაჰკარა. ყველა ნიშნით მათ იცოდნენ, რომ ეს სამი კაცი ალბათ უკვე გარდაცვლილი იყო. კორეის ალპინისტთა ფედერაციას კატმანდუში ვერტმფრენი ჰყავდა დაქირავებული. ის ჰაერში იყო უკვე 20 ოქტომბერს, ზემოდან საძიებო ჯგუფმა დაინახა რაღაც, რაც როგორც ჩანდა გუნდის თოკი იყო. შემდეგი 8 დღის განმავლობაში 5 კორეელი ალპინისტისა და 14 შერპასგან შემდგარმა გაერთიანებულმა ჯგუფმა ფრთხილად გაჩხრიკა სამხრეთ კედლის ძირი და მის საფუძველში არსებული ნაპრალები. ისინი სწორედ იმ კონკრეტულ ადგილს მიადგნენ, რომელიც ჰაერიდან დაინახეს, იმ იმედით, რომ თოკი მათ ალპინისტებამდე მიიყვანდა და თავიდან ისინი დაბნეულები იყვნენ. კედლის ძირას არ იყო არც ერთი ცხედარი და არც აღჭურვილობა იყო მიმოფანტული მყინვარზე. ისე ჩანდა, თითქოს ალპინისტები თავიანთი აღჭურვილობით უბრალოდ გაუჩინარდნენ. რა ჯანდაბა ხდებოდა? სწრაფი გადახვევა. ყოველ თვე არის ამბავი, რომელიც არასდროს ხდება YouTube-ზე. იქ არის თუ გინდათ, Patreon-ზე ბმული კრემოთ. ეხლა სად ვიყავით? მათი ერთადერთი კვალი იყო თოკი, რომელიც ადრე ვერტმფრენმა შენიშნა. მაგრამ როცა მიადგნენ, ის რაც ნახეს არავის უკეთესად არ აგრძნობინა თავი. თოკი, რომელსაც ეძებდნენ 12 ფუტის სიღრმეზე, ღრმა თოლში იყო ნაწილობრივ დაფარული. რაც კიდევ უფრო უარესია, ის გადაჭრილი იყო. და გადაჭრილი თოკი მთაში სამწუხარო ამბავია. როცა თოკი ასე სუფთად გადაჭრილია, ეს ორ რამეს ნიშნავს. ან კლდის ნაგლეჯი ჩამოვარდა ზემოდან ისეთი ძალით, რომ გადაჭრა დაცნული ნეილონის თოკი,
რაც ისეთ დარტყმას ნიშნავს, რომელსაც ადამიანი ვერ გადაურჩება. ან ზვავი ჩამოვარდა ისეთი ძალით, რომ თოქი უბრალოდ გაცხდა ყველაფრის ერთდროულად მოძრაობის სისწრაფისა და სიმძიმის გამო. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც არ უნდა ჩამოვარდნილიყო იმ კლდის ზედაპირიდან, მან უბრალოდ არ დააგდო ეს ადამიანები. მან მათ არ მისცა რეაგირების, თვით შეჩერების, წერბის, წერაკინის ჩარჩობისა და დაჭერის შანსი. მან დაარტყა ისეთი ძალით, რომელიც ყველაფერს მკრისიერად და სულად ასრულებს. და ეს ხსნის, რატომ ვერაფერი სხვა ვერ იპოვეს ძებნისას. რადგან ესეთი ძალა ნიშნავს, რომ ისინი სადმე ახლოს არ დავარდნილან. ისინი სამხრეთის ფერდობის ღრმა ნაპრალებსა და ბზარებში ჩაიტაცა, ალბათ ისეთ ადგილებში, სადაც 10 დღიანი ძებნა 14 შერპათი და ვერტმფრენითაც კი ვერ მიაღწევს. თამსველები უდავოდ გარდაცვლილები იყვნენ და სამძებრო ჯგუფმაც ეს იცოდა. ასე რომ ოქტომბრის 28 რიცხვში 10 დღის შემდეგ, რაც პარკმა ეს კითხვა რადიოთი დასვა, კორეის ალპინისტთა ფედერაციამ ძებნა შეაჩერა. თუდაც სასწაულით როგორმე გადარჩენილი იყვნენ ჩამოვარდნის შემდეგ, მათ ზუგჩანთებში მხოლოდ 4 დღის საკვები ჰქონდათ. 10 დღე სიკვდილის ზონაში, თავშესაფრის, მარაგების ან დამაგრებული თოკების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია გადარჩენა. Park Kangtan, Kisoktan და Shindon Mintan ერთად ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადდნენ. ის 47 წლის იყო. 2011 წლის 3 ნოემბერს კორეის ალპინისტთა ფედერაციამ სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საავადმყოფოს პანაშვიდის დარბაზში ერთობლივი ალპინისტთა პანაშვიდი ჩაატარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფედერაციამ ექსპედიციისთვის ერთობლივი პანაშვიდი მოაწყო. 4000-ზე მეტი დამწუხრებული ადამიანი მივიდა პანაშვიდზე. Park-ის ცოლი და მისი თინეიჯერი ვაჟი, Seon Min, დარბაზის წინა ნაწილში ისხდნენ. ფანაშვიდის დროს პარკის სიტყვები ეკრანზე გამოჩნდა. თამსვლელები მთებში უნდა წავიდნენ, მკვლევარები უნდა წავიდნენ გამოსაკვლევად. ქალაქები არ არის ადგილი თამსვლელებისთვის. მკვლევრის ბედი მერგო. ჩემი ხვედრია, სიკვდილამდე ვიკლიო. და ასე მოიქცა ის. Park Yong-seokმა შეგნებულად აირჩია ანაპურნას სამხრეთ კედელზე ასვლა, სრულად აცნობენობიერებდა რა შეიძლება დაჯდომოდა ეს მას. მაგრამ ევერესტზე ადამიანები, რომლებიც იღუპებიან, ყოველთვის იღუპებიან, ყოველთვის ვერ იღებენ ამ არჩევანს. შერპებს სიკვდილის ზონაში აგზავნის კომერციული მანქანა, რომელიც მთის უდიდეს მთამსვლელებს სულიად მოხმარებად რესურსად მიიჩნევს. და ეს მოგვიყვანს ჩვენ შემდეგ ისტორიამდე.